არასოდეს თქვა უარი სლაიდ კარადის გაკეთებაზე. თუ ამის საჭიროება გაქვს რომ გააკეთო სლაიდ კარადა, გააკეთე სლაიდ კარადა და მე ახლა გაჩვენებთ რა მიზეზების გამო ფუჭდება სლაიდ კარადა და რატო ენდურებიან ასეთ კარადებს. აგიხსნით. ამოვიღებ ახლა ამ კარებს, ნუ ახლა გაჩვენებთ რა ბარემ. გასაგორებელი კარები, იქით საკიდი, აქეთ თაროები. ამოღება ამ შემთხვევაში ხდება მარტივად, იმიტომ რომ დაფიქსირებული არა მაქვს და ნახეთ ახლა როგორ მექანიზმზე მაქვს გაკეთებული. ძირითადად მიზეზი არის ხოლმე იმისა, რომ სლაიდი კარადები ირევა. აი ეს სიტუაცია. აი ეს ბოლტი არ არის დაკაჩული ბოლომდე. რომ აი ეს რომ მოძრაობს, ამ შემთხვევაში შეიძლება ამოვარდეს კარები. და აი აქ ვაჩვენოთ. ნახე? ამას რომ დავარეგულირებთ, აქედან ხდება რეგულირება. მე ახლოდან ვაჩვენოთ. აი ამ ბოლტს გადავქაჩავთ 10-იანი კრუჩით ძლიერად. ეს არის ამის კონტროლი. ანუ ეს აღარ აირევა, ნახე? და ზოგიერთ შემთხვევაში ხელოსნებს ავიწყდებათ ამას ტოვებენ და მე მოძრაობაში უკვე იშვებს ეს ბოლტი და ვარდება. ეს არის პირველი მიზეზი. ეხლა აგიხსნით მეორე მიზეზს. როცა კარადა არ ადგას თარაზულად. ანუ ნახე, აი ეს ძირი, აი ზევიდან ვაჩვენოთ, უნდა იდგეს იდეალურ სისწორეში. თუ არ არის იდეალურად გასწორებული იატაკი, ამ შემთხვევაში ეს კარებები თავის ან იქით მიდის, ან აქეთ მოდის და მე ირევა. და თვითონ კარადა არ უნდა იყოს რყევაში, მოძრაობაში. ეხლა რას გეტყვით? ეს ვიდეო უნდა შეინახოთ. იმიტომ რომ რა იცი როდის დაგჭირდეს, როდის აირიოს შენი კარადის კარებები და რო აირევა კარადის კარებები, ამოიღებთ ესე როგორც მე გასწავლეთ, ანუ ამას ჩამოვკაჩავთ. ამოხდება რელსიდან და რეგულირებთ, შეასწორებთ, ან სულაც მოხსნით და ახას დააყენებთ და უკვე გამართულად იმუშავებს რა. თავიდანვე თუ კარგად არის დამონტაჟებული, არ გაფუჭდება, იმუშავებს მოგემსახურებათ 8-10 წელი, მეტი რა გინდა ახლა, მეტი მაცოცხლე და რა ვიცი და მადლობა. დავამზადეთ საძინებელი და გაჩვენებთ ახლა ამ საძინებელს. შიგთავში საკიდი, დაბლა უჯრები. მასალა გამოყენებული გვაქვს, ფასადი არის MDF-ი, წინასახე, კარკასი, ლამინატი. აქეთ გვაქვს თაროები და ჩაშენებული საშარული მექანიზმი. მოდი აი ამ დეკორზე გავუსვათ ხაზი, როგორ აქვს გაფორმებული. საწოლი, სათავსოთი, ბუკლეს ნაწილი გამოყენებული. სათავსო საკმაოდ დიდი სათავსო გამოდის. და ეს ტრილიაჟის ვარიანტი შუქი არ ინთება. ნუ სულ ეს არის რა. რატო ხდება კარადა? სამი ძირითადი მიზეზი. პირველი, კარადა არ დგას თარაზულად და შუქად სწორედ. აი ახლა ვაჩვენოთ. ამ შემთხვევაში ეს კარადა დგას იდეალურად სწორედ. თუ დაპირავებული იქნება, ფიზიკურად კარები ვერ იმუშავებს კარგად და აქედან გამომდინარე ხდება ხოლმე კარებების არევა და შემდეგ გაფრჩება. მეორე მიზეზი. სარეგულირებო მექანიზმებზე არ არის საკონტროლო ბოლტი გადაჭერილი. რომელიც არის აი ეს ბოლტი. ეს ბოლტი თუ არ არის კარგად გადაჭერილი, დაბლაც აი მაღლაც გვაქვს ესეთი. აი ეს აუცილებლად უნდა იყოს საკონტროლო გადაჭერილი იმის გამო რომ კარებმა იმუშაოს გამართულად და იდეალურად.
აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კარადის, აი ეს კარები ამაზე საერთოდ უნდა დავაგებთ. წინა კარები და უკანა კარები უნდა იყოს განსხვავებული ზომის იმის გამო, რომ კარებს გავაგებთ, აი ეს სახელური შიგნით არ არის. ნახე ესე თანაბარი ზომისა იქნება. ასეთ შემთხვევაში სახელური შიგნით მოყვება და გაღება რთულია. აი ხა ამ შემთხვევაში უკანა კარი არის 4 სანტიმეტრით დიდი და მუშაობს იდეალურად. და კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. კარა დამოიგეს მყარად. ანუ თუ ლამინატის იატაკი არის, მაგ შემთხვევაში იატაკი მოძრაობაშია და უმჯობესია თუ კედელზე გავამაგრებთ კარებას. თუ მეტლახი ამ პარკეტია, კი ასეთ შემთხვევაში დაგეთ კარგად გასწორი კარება. მაინც ყველა ვარიანტში უმჯობესია გამაგრებული იყოს და კედელზე იყოს დამაგრებული, რომ კარა და მოძრაობაში არ იყოს. ეს არის სამი მიზეზი, ძირითადი სამი მიზეზი, რის გამოც მალე უჭდება და სლაიდ კარებებს ემდურებიან ხოლმე. და ბოლოს გამოიწერეთ ჩვენი